თბილისში დაკავებულმა 18 წლის ბრიტანელმა ქალმა შესაძლოა გამოძიება ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელზე გაიყვანოს. ქალი, რომელიც თბილისის აეროპორტში 14 კილო ნარკოტიკული საშუალებით დააკავეს, მზადაა ქართულ გამოძიებას დეტალები გაუმხილოს. საიდან აღმოჩნდა მის ჩემოდანში 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში. ეს მალე გაირკვევა. ბრიტანელი ქალი საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა, ამიტომ დიდი ალბათობით ამ საქმის უკან ტაილანდური მაფია დგას. ეჭვებს ამყარებს ზუსტად იგივე ხელწერით ჩადენილი დანაშაული. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ბრიტანელი ქალი შრი-ლანკას აეროპორტშიც დააპატიმრეს. მის ჩანთაშიც 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კანაფი აღმოაჩინეს. როგორც ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას. მირიამ ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ტაილანდი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, უკვე დიდი ხანია ნარკობიზნესის ეპიცენტრად იქცა. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც კანაფით ვაჭრობა კანონიერ ბიზნესად გამოცხადდა. ახლა ტაილანდის მთავრობა კვლავ კანონის გამკაცრებაზე ფიქრობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თბილისში 18 წლის ბრიტანელი გოგოს დაკავება გახდა. ის ტაილანდიდან საქართველოში ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით 11 მაისს შემოვიდა. ბარგში 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. British teen Bella Cully appeared in court in Georgia. Young British woman Bella May Cully was arrested in Georgia. თბილისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალის ბელა მეი კალის დაკავებამ შესაძლოა ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელიც გამოაშკარავოს. როგორც ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას. ამ კითხვას სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს რუსთავის ქალთა ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის ჩვენება. ამისი მზაობა ბელას აქვს. ბრალდებული ადვოკატი კურიერი პიეს უდასტურებს, რომ 18 წლის გოგო აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს და კონკრეტული გვარების დაასახელოს. ის რა თქმა უნდა მსხვერპლია, ისიც ჩემთან პირად კომუნიკაციაშიც აფიქსირებს ამავე პოზიციას, რომ ის დაზარალებულია. სად როგორ მოხდა მის ხელში ეს, ამაზე ის მისცემს შესაბამის განმარტებას. არის თუ არა მზად, რომ დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარები? კი. კურიერი პიესის ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ბელა მეი კალის თვითმფრინავის ბილეთი ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა აუღეს და აკრძალული ნივთიერებით სავსე ჩემოდნით ბანგკოკის აეროპორტში მიიყვანეს. ის რომ 18 წლის ბრიტანელი ქალის უკან შესაძლოა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება იდგეს, ამას არც საქართველოს პროკურატურაში გამორიცხავენ. შესაძლებელია 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქე უკავშირდებოდეს საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს და დიდი იმედია, რომ იგი ითანამშრომლებს ამ მიმართულებით და შეხედულობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც, ასევე ბრალდების მხარის მიდგომებიც მასთან რომ გავრცელდეს შეღავათი. თბილისში დაკავებული ბელა მეი კალი ერთადერთი ბრიტანელი არ არის, რომელიც მესამე ქვეყანაში, ტაილანდიდან ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. იგივე ხელწერით რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ბრიტანელი ქალი შრი-ლანკას აეროპორტშიც დააპატიმრეს. 21 წლის შარლოტა მეილი ასევე ტაილანდიდან მოფრინავდა. მის ხელბარგში პირადი ნივთების ნაცვლად 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კანაფი აღმოაჩინეს. ყველაფერს აკეთებს, რათა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს. მან იცის, ვინ ჩაუდო ეს ნარკოტიკები ჩემოდანში და მზად არის სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას. ეს სერიოზული საქმე იქნება. ბოლო 2 თვეში ბრიტანელი ახალგაზრდა ქალები დააკავეს ესპანეთში, გერმანიაში და ავსტრიაშიც. ყველა ამ ფაქტს საერთო ხელწერა აერთიანებს. ისინი ტაილანდიდან მოფრინავდნენ და ჩემოდნებში ზუსტად იდენტურ პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკები ედოთ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების უფლებებს იცავს, დარწმუნებულია, რომ ეს საქმეები, მათ შორის თბილისში ბელა მეი კალის დაკავება, ერთი დიდი სქემის ნაწილია. ამ ახალგაზრდა ქალების და მოზარდების უმეტესობა ნარკოტიკებით ვაჭრობის მასშტაბური ქსელის მსხვერპლი ხდება. როგორც ჩანს, ეს დაჯგუფება მოგზაური გოგონების დაუცველობას და გულუბრყვილობას იყენებს საკუთარი დანაშაულებრივი გეგმებისთვის. როდესაც ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნებს ხედავთ, ცხადია ადვილია დასკვნების გამოტანა და თეორიების განვითარება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს გოგონები იმყოფებოდნენ უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოცვაში და მათი მიზანი შესაძლოა მხოლოდ დამოუკიდებლად მოგზაურობა იყო. ნარკოტიკებთან ბრძოლის
ბიუროს ყოფილ დირექტორს ჯემალ ჯანაშიას სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. კურიერი პიესთან ამბობს, რომ გამოძიებამ მსგავსი ხელწერის მქონე საქმეებში საერთო კვალი უნდა ეძებოს. ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივი ნარკოკარტელი ევროპის მიმართულებით ახალი სატრანზიტო გზების დასატესტად იყენებს. ეს იყო ტესტირების მეთოდი. რამდენად იმუშავებდა ეს ვექტორი, რომ აქედან დასულიყო მერე ბელამეი და უშუალოდ დიდ ბრიტანეთში. და ამ გზის გასინჯვა, რამდენად ეფექტურად შეიძლება მისი გამოყენება მომავალში. ქალბატონები გამოიყენებოდა ნარკოტიკების სხეულით გადატანაში, ყლაპავდნენ ცელოფანიან პატარა პარკებს, 100 გრამიან, 150 გრამიან პარკებს ყლაპავდნენ და თავისი ტანით გადაქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში. ამან იმუშავა რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს ხერხი იქნა უკვე ასე ვთქვათ შესწავლილი და გადაკეტილი. მუდმივად იცვლება ახალი საშუალებები და ხერხები და მეთოდები. საქართველოში დაკავებული 18 წლის ბრიტანელი გოგო ჩვენებას რამდენიმე დღეში მისცემს. შესაძლოა მან გამოძიება საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელზე გაიყვანოს, რის გამოც პროცესში სავარაუდოდ უცხოელი პარტნიორები ჩაერთვებიან. ბელა მეიკალი ამჟამად რუსთავის ქალთა ციხეში იმყოფება და როგორც თავად ამბობს, ორსულად არის. საქართველოში ჩამოსული მისი ოჯახის წევრები ექსკლუზიურად კურიერი პიესის კამერამ მალევე დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილან.